ახალ აკადემიურ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შთამბეჭდავის სიახლეებითა და მიზნებით შეხვდა. უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეს სხვადასხვა საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლების მიღების ადგილი. ის წარმოადგენს სტუდენტური ცხოვრების, ინოვაციებისა და პროფესიული განვითარების ჰაბს. ახლა ჩვენი სტუმრები არიან ლევან კოპალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის პირველი სტუდენტი გური ბოჭორიშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველი კურსის სტუდენტიც ჩვენთან ერთად არის და საუბრობთ კანცლერი საქარიძე პირველი თემაზე. კეთილი, პირველ რიგში თქვენთან გვექნება რა თქმა უნდა შეკითხვა. 5 წელი გავიდა კიუს დაარსებიდან და შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ ამ 5 წლის განმავლობაში როგორ განვითარდა ეს უნივერსიტეტი, თუმცა მანამდე გითხარით რა სიახლეებით ხდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე 5 წელი შეუსრულდა. 5 წლის მანძილზე ჩვენ უკვე გვაქვს შესანიშნავი სიახლეები. მიმდინარე წელს დავამატეთ 4 ახალი საბაკალავრო პროგრამა, ესენია მედიცინის საბაკალავრო პროგრამა, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა, დიზაინის, არქიტექტურის და ურბანული განვითარების საბაკალავრო პროგრამა, ასევე ფსიქოლოგიის და სოციალური მეცნიერების და სამართლის მიმართულებით. ასევე უნივერსიტეტი გახსნის პირველივე დღიდანვე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ევროპულ უნივერსიტეტებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და მაგარი პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათემატიკასა და მენეჯმენტში და ვიმედოვნებ, რომ ეს კიდევ უფრო გავაფართოვებთ კონტაქტების წრეს და უნივერსიტეტს კიდევ უფრო მივცემთ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ისარგებლონ ამ ძალიან მაგარი ევროპული ხარისხის განათლებით საქართველოში. რა კარგია, მე მაგარია, როგორ ფიქრობთ, აი ასრულებს მართლა ნამყოფი ხარ, ნამღერი ხო არ გაქვს? კი, ნამღერია კიდე და საოცარი გარემოა. აი ასრულებს თუ არა იმ მისიას კიუ, რისთვისაც შეიქმნა ეს უნივერსიტეტი? ვცდილობთ და დარწმუნებული ვარ, ამაში დამეთანხმება არა მხოლოდ გური, არამედ ჩვენი კურსდამთავრებულები და სტუდენტები. წელს გვაქვს უკვე მეორე გამოშვება, შარშა მქონდა პირველი გამოშვება უნივერსიტეტის. როგორც იცით, ჩვენ თანამშრომლობთ ევროპის ძალიან ცნობილ უნივერსიტეტებთან, როგორც არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, მათთან ერთად ჩვენ შევქმნით სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამა და ჩვენი სტუდენტები საქართველოში იღებენ ევროპული ტიპის განათლებას. უნივერსიტეტის იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კიუ არის ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დაასწრა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა და როლი საკმაოდ დიდია, გამოწვევებიც გვაქვს, მაგრამ ჩვენ უმკლავდებით ამ გამოწვევებს, მუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ ქართველი სტუდენტისთვის ევროპული ხარისხის განათლება იყოს ხელმისაწვდომი. ამისთვის მუშაობს უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი, რომელიც არის არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელები. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ უნივერსიტეტის სახელი დავამკვიდროთ არა მხოლოდ საქართველოში და რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ჯერჯერობით კონტინენტურ ევროპაზე მაინც და შემდგომში უკვე ცხადია მსოფლიოს მასშტაბით. გური, მოგესალმებით. რას ნიშნავს შენთვის იყო სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტის? გამარჯობა, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და მით უმეტეს, როდესაც უკვე გავეცანი აქაურობას და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მივიღე, ვიდრე წარმომედგინა აქამდე, იმიტომ რომ ყველაფერი არის იმისთვის, რომ თითოეულმა სტუდენტმა ჩვენ თვითონ შექმნათ საკუთარი თავის მომავალი, ქვეყნის მომავალი, ასევე უნივერსიტეტის მომავალი, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს. და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ კიუ სტუდენტი ვარ და ვცდილობ შევეცდები, რომ აუცილებლად ყველანაირი რესურსი, რაც აქვს უნივერსიტეტს, გამოვიყენო და ეს პასუხისმგებლობა სწორად განავაცხადო. ესე იგი, ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. გური მარიამმა თქვა, რომ მე ნამყოფი ვარ ამ უნივერსიტეტში და ვინც ნამყოფია, იცის და ვინც არ არის ნამყოფი, შეიძლება კადრები მაინც აქვს ნანახი, რომ ეს არის ნამდვილად საერთაშორისო უნივერსიტეტი და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა არ გიწევს, აქვე საქართველოში ქუთაისში იღებ კარგ განათლებას და გარდა ამისა უნივერსიტეტი გთავაზობს ყველაფერს იმას, რაც შეიძლება შემოგთავაზოს სხვა უნივერსიტეტმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტუდენტური ცხოვრება, ხო? რომელიც ძალიან საინტერესოა, როგორც ვიცით. აი ხო, აი მაკეთკენ ვიდეოდი შენ ახლა. კი ბატონო, და აი გურისგან საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით მოვისმინოთ მისი აზრი. მიუხედავ იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა
ჯერ სწავლის დაწყებიდან. ხო, როგორი არის აი ამ კამპუსის შესაძლებლობა? სხვადასხვა მინდა ვთქვა, რომ უმაღლესი ქულები აიღოთ ან კიდე და საოცარი ქულები აქვს 100% საოცარი ქულებით არის მოხდილი. ქვეყნის საუკეთესო აბიტურიენტი და შემდგომში უკვე საუკეთესო სტუდენტი. გური, როგორი არის მოკლედ უნივერსიტეტის აი ეს ნაწილი უკვე კამპუსის ნაწილი? ძალიან ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც უნიკიუს სტუდენტობა დავაპირე და გავხდი იყო ის ინფრასტრუქტურა რომელიც ამ უნივერსიტეტს აქვს და კამპუსები და იქაური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით მე არ მიწევს იქ ცხოვრება ჩემი კურსელებისგან და ვიცი რომ ეს არის ყველანაირი რესურსი არის რომ არა მარტო სწავლაზე კონცენტრირდე და ეს შენი შესაძლებლობებიც უნდა გაიღრმაო, არამედ სხვადასხვა მაგალითად ცენტრი არსებობს ფიტნესი ასევე გასართობი სივრცეები, კაფეტერია, ყველანაირი საშუალება იმისა, რომ სტუდენტს ჰქონდეს ყველაფერზე მოერგოს და ისეთი ხელმისაწვდომი კარიერა, რომ იგრძნოს თავი როგორც საკუთარ სახლში. ნამდვილად ეგრეა. თან დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობს სტუდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ეგ ამბავი ცხოვრებისეული გაზრდისთვის, აღზრდისთვის რა შემდეგ და ძალიან კარგია რომ ამ ამბავს აკეთებს და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული რომ ევროპა კი არა იქითაც ნარი ოკეანესაც გადავლახავ და იქითკენც იქნება, იქითკენაც იქუხებს თქვენი სახელი. წარმატებებს გისურვებთ, გური, პირველი წელი იქნება შენთვის და მგონია რომ ძალიან კარგად ჩაივლის ეს 4 წელი ამ საოცარ უნივერსიტეტში და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ყველას. წარმატებები, მადლობა მოგზაურობისთვის.